გამარჯობა საბერძნეთო, ამჯერად სალონიკე. აი ეს კოშკი აგებულია მე-15 საუკუნეში. დიდი ისტორიული მნიშვნელობის კოშკი არის, ჯერ კიდევ ბიზანტიური დროიდან მოდის. რუკას თუ დააკვირდებით, ზღვაში არის ნახევარკუნძულები შეჭრილი როგორც სამი თითი. აი ესე ხო? და ერთ-ერთ ასეთ ნახევარკუნძულზე ვართ ჩვენ, რომელსაც ქვია კასანდრა. ზაფხულში არის აქ ძალიან პოპულარული დასასვენებელი ადგილი. ზამთარში ახლა ჯერჯერობით სეზონი არ არის, მაგრამ გაზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით საბანაო სეზონი არ არის. ჰალკიდიკის რეგიონი, მაკედონიის რეგიონში. აქ არის პატარა ეკლესია. ეს ჩემი მეგობრები არიან, უძრავი ქონების პროფესიონალები საბერძნეთიდან, ეს ნიკოსია, თეოდორე და დან, რომელიც რუმინეთიდან არის. თეოდორე ათენიდან არის. ათენი. რა ლამაზია ქაურობა. საბერძნეთი გამოირჩევა თავისი სილამაზით. ულამაზესი სანაპირო ზოლი. სამი ნახევარკუნძული, კასანდრა, სედონია და ათოსი. სამი თითი, ხო? სამი თითი. Okay, now we are in the video. We are trying to take a picture. We are it's on not the possible. middle. We are on one No, of the we are fingers. not on the middle. These are the three fingers. We Yeah. are on this one. Okay. We cannot visit this one because it's rude. And this one, the third one, is with the Mount Athos, which is the religious part of Greece, from here to up. Yes. So ultimately we will visit all fingers. We will visit all fingers, and mostly this one. როგორ ძალიან გვანან ბერძნები ჩვენ. არც თუ ისე ორგანიზირებული, მაგრამ ძალიან ჯიგარი. აი მაგალითად ახლა აი ამ ელექტრობის ბოძებს შეხედეთ. ახლა ეს ამერიკაში საერთოდ ესეთი რაღაც წარმოუდგენელი იქნებოდა, იმიტომ რომ გააფრენდნენ ამერიკელები, რომ აი ეს არ შეიძლება უსაფრთხოების რაღაც და რაღაც. და კიდე აი ესე მოშიშვლებული მართულები ძალიან ნორმალურად არავინ არ ღელავს. ძალიან საყვარელია ქაურობა. სახლებიც საქართველოს მაგონებს. ამერიკიდან რო ჩამოვა ადამიანი და ამდენი ქვის და ქვიტკირის სახის დაინახავს და ამდენ ეკლესიას, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ იქ ხის ყველაფერს და აქ ყველაფერი ძველი, მაგრამ ლამაზი. ყველგან ისტორია. ნუ აი ეს ეშხი ევროპას აქვს. ალბათ ჩვენი ურეკის ეკვივალენტია ეს საბერძნეთისთვის. იმ განსხვავებით რომ ზღვა ბევრად უფრო სუფთაა, ეს ეგეოსის ზღვა. როდესაც სეზონი გაიხსნება, ეს ყველაფერი იქნება საგიჟეთ. ამბობენ რომ აქაც მოკლე სეზონია, სადღაც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. ნუ საქართველოსნაირი ამინდი იქნება ალბათ. მოკლე სეზონი, მაგრამ მუდმივი სილამაზე.